დამაცენინა და ამ ორმა ასაკოვანმა ადამიანმა ჩამიარა გვერდით და ერთ-ერთმა მომაძახა არ გადარჩენა. ეთყობა იფიქრა ამას კურსასმენები უკეთია და ვერ გაიგებსო, მაგრამ ღმერთო, ჩამოდი და დაგველაპარაკე, როდის გავხდით საზოგადოება. ესეთი საშიში, გულერი, ბოროტი, კრიტიკოსი არ ვიცი. მსგავსი დაუცველობის შეგრძნება, ბრაზის წყენი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. და მოდი განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც დღეს საზოგადოება არის აგრესიული და შეცვლილი ერთმანეთის მიმართ. პირველი ეს არის ქრონიკული სტრესი და დაუმუშავებელი ტრავმა. ბოლო 10 წლებში საზოგადოებამ გადაიტანა ომები, ეკონომიკური არასტაბილურობა, მიგრაცია, პანდემია, სოციალური გაურკვევლობა. როცა ადამიანი დიდხანს ცხოვრობს გადარჩენის რეჟიმში, რა თქმა უნდა, ნერვული სისტემა რჩება ბრძოლა გადარჩენის მდგომარეობაში. ეს მერე იწვევს გაღიზიანებას, უნდობლობას და აგრესიას ერთმანეთის მიმართ. მეორე ეს არის თაობათა ხირებულებითი კონფლიქტი. უფროს თაობას აქვს გამძლეობაზე, მოთმინებაზე და მსხვერპლზე დაფუძნებული იდენტობა. უმცროს თაობას თვითგამოხატვაზე, საზღვრებზე და თავისუფლებაზე ორიენტირებული ხედვა. როცა არსად მხარეს ასწავლეს დიალოგი და ემპათიური მოსმენა, განსხვავება, რა თქმა უნდა, აღიქმება როგორც საფრთხე და არა როგორც ერთმანეთის შემავსებელი რესურსი. მესამე სოციალური ქსელები და მუდმივი შედარება. ონლაინ სივრცე აძლიერებს პოლარიზაციას. ჩვენ და ისინი. ადამიანები უფრო ხშირად ხედავენ გაღიზიანებას, დაცინვას, აგრესიას და ნელა-ნელა ეს თითქოს ნორმა ხდება. თანქრება ცოცხალი ურთიერთობა და ნორმალური ადამიანური კონტაქტი. რაც ქართულ კულტურაში ადრე საკმაოდ ძლიერი იყო. ჩვენ ეგერი არა ვართ, რომელიც ამბობდა ყოველთვის, რომ სტუმარი ღვთისაა. რამდენად რეალურად და გულწრფელად ვამბობთ დღეს მაგას. მეოთხე კონფლიქტური მიზნის დაკარგვა. გაჭირვების დროს ერთ მუშტად შეკვდა გვაერთიანებდა, რადგან არსებობდა ნათელი საერთო საფრთხე. დღეს საფრთხე თითქოს ბუნდოვანია, მიზნები არის ძალიან დაკსაქსული და როცა საერთო იდეა არ არსებობს, ენერგია შემდეგ უკვე შიდა კონფლიქტებზე უფრო იხარჯება. მეხუთე ემოციური განათლების დეფიციტი. ყველაზე პრობლემური ჩემი აღქმით. ბევრ ადამიანს უბრალოდ არ ასწავლეს, როგორ უნდა გამოხატონ ბრაზი, წყენა, იმედგაცრუება, შიში, უსაფრთხოდ. დაუმუშავებელი ემოცია ხშირად მერე გადაიქცევა ბოროტებად. არა იმიტომ, რომ ადამიანი ცუდია, ან ცუდი დაიბადა, ან ცხოვრებამ გახადა, უბრალოდ იმიტომ, რომ იმ ტკივილს ვერ გადაამუშავებს, რომელიც ცხოვრებამ მოუტანა. და ეს ყველაფერი დესტრუქციულ ქცევაში გამოიხატება. მოკლედ, რა ვთქვათ, რა თქმა უნდა,